მოგესალმებით. როგორც იცით, მე იმერეთიდან, კერძოდ მეჯევიდან დავდივარ სატელევიზიო სკოლა ინკოგნიტოში. ლექციების უმეტესობა ონლაინ ვითარდება, თუმცა ეს ხელს არ მიშლის. მშვიდობისა ვიწყებთ ლექციას და მოდი მაყურებელს გავაცნოთ თავის სად ვიმყოფებით ჩვენ, სად ახლა შენ ამ წუთში? საიდან აკეთებ ჩართვას? მე ჩართვას ვაკეთებ იმერეთიდან. იმერეთიდან, ჩვენი საყვარელი იმერეთიდან და შენი საყვარელი იმერეთიდან. კარგი, მოდი დავიწყოთ. რა გვაქვს ჩვენ დღეს, რა უნდა ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს? ჩვენ ვემზადებით ახლა მეორე საგამოცდოს გავდივართ, ხო? საგამოცდო პროექტებს და პირველი საგამოცდო წარმატებული სიუჟეტები და გადაცემები, რომელიც იყო, რომელსაც საკმაოდ დიდი რეიტინგი მოგიტანა შენ და წარმატება იმ სიუჟეტების, რესპონდენტებისა და გადაცემების თავიდან გამეორება გვიწევს უფრო სიღრმისეულად გავაცნოთ რესპონდენტები და შადიმან ბაბუზე, რომელიც შენთვის არის ბაბუ, თორე საქართველოსთვის სამაყო პიროვნება, ხო? მოდი აბა დავიწყოთ ახლა და თქვათ როგორია შადიმან ბაბუს შესახებ გადაცემა, რომელიც მეორე ნაწილად დაიწერა, ხო? მეორე საგამოცდოსთვის. აბა დავიწყოთ. მოგესალმებით ისევ და ისევ იმერეთიდან. ამჯერად უკვე მეორედ ვეწვევით ბატონ შადიმანს. ჩემთვის შადიმან ბაბუს და გავიგებთ კიდევ უფრო მეტს ბატონი შადიმანის შესახებ. ვიდრე ეს პირველი გადაცემით მოვიტანეთ თქვენამდე. მოგესალმებით შადიმან ბაბუ და სანამ კითხვებზე გადავალთ, გეტყვით რომ ჩვენმა პირველმა ინტერვიუმ საკმაოდ დიდი რეიტინგი მომიტანა და მივხვდი რომ საინტერესო რესპონდენტი ჩემი შრომის კარგი შედეგია. ძალიან კარგი. მოდი მართლა ესეა, ხო? საინტერესო რესპონდენტი, რომელიც რეიტინგს მოგიტანს, რა თქმა უნდა, მაგისთვის ზრუნავთ ჩვენ. გავაგრძელოთ მერე. მოდი გადავიდეთ კითხვებზე. ჩემი პირველი კითხვა ასეთია. ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ბრძანდებით. თავისუფლებას მივცემდა მოგილოცავთ, როგორც პატარა კოლეგა ტელევიზიის ახალ ბინადრობას, ანუ ახალ შენობაში გადასვლას. უამბობთ მაყურებელს ცოტა რამ ტელევიზიის შესახებ. შადიმან ბაბუ, ალბათ გახსოვთ ინკოგნიტოს პროექტი, რომელიც ამ ზაფხულს ნორჩ ჟურნალისტებს აქტიურად გვავალებდა მანჯო. 5 წუთი შენი წარმატებისთვის. ვკითხულობდით წიგნებს და განსაკუთრებული ადგილები ან შინაარსი უნდა მიგვეტანა მაყურებელთან თხრობით. როგორ ფიქრობთ ჩვენი თაობისთვის, რამდენად აუცილებელია მსგავსი პროექტების განხორციელება? შადიმან ბაბუ, ახლა მინდა აბსოლუტურად განსხვავებული კითხვით გადმოვიდეთ თქვენ. იგი სანამ კითხვაზე გადავალთ, შემდეგ კითხვაზე ვთქვათ ისიც, იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ შადიმან ბაბუს პირველი გადაცემა ვინც ნახა, ყველამ კარგად იცის წიგნებზე რა რეაქცია ჰქონდა და კითხვაზე, ხო? მით უმეტეს მამა როგორ კითხულობდა, ხო? აქედან გამომდინარე, ალბათ ამ კითხვას ძალიან კარგად შეაფასებს, ხო? და თამამად ჩამიძლია ვთქვა, რომ პირველი კურსი წარმატებულად დავხურე. დღეს პირველად მომიწია გასვლით პროექტებზე მუშაობა ინკოგნიტოს გადამღებ ჯგუფთან. შეგახსენებთ, რომ ბანაკურად ვცხოვრობთ და ბაღშმის გაკეთება მე მომიწია. გამოვხდით და არაჩვეულებრივ ვახშამს მოგიმზადეთ და ინკოგნიტოს გადამღებ ჯგუფს დღეს მე დავაპურებ. ჩემო პეპო, უგიმრიელესი ყველი გამოვადი. ჩემთვის და ჩემი ინკოგნიტოელი მეგობრებისთვის. ჩემმა პეპო, უგემრიელესი იმერული ყველი გამომატანა ჩემთვის და ჩემი ინკოგნიტოელი მეგობრებისთვის. აი ესეც ჩვენი იმერული ყველი, რომელიც ყველა ბავშვმა წამადგეს თავდაუზოგავთ, ხო? შოგილებაც. და რა თქმა უნდა, საყოველთაოდ. ვიწყებთ მაკარონის მოხარშვით.
კერძი გამომივიდა. ჩემი ინკოგნიტოელებით დავაყურე. რა მოვიდა ბევრი თუმცა მაინც იცი რომ ბევრი ახლა საჭიროა რომ ცოტა დავუწყოთ. ახლა კი სანამ მაკარონი მოიხარშება, ყველი გავხიხოთ. იმერეთის ფილიალის ჟურნალისტი ანა მარია შამანაძე და ინკოგნიტოს გადამღები ჯგუფი მუშაობდა, წყალტუბოდან. იმერეთის ტელევიზია და საბავშვო ტელეჟურნალისტიკის ანუ ჩვენი ჯგუფი ავიდან 5 წლამდე პატარა საძლევ შანსს. გახდეს რუბრიკა მე და პოეზიის მონაწილე. ან უკეთესად რომ ვთქვათ სტუმარი. უბრალოდ დედიკო ან ბებიკო დარეკოს ნომერზე 5999325 ჩვენ ჩავიძრათ თქვენს მონაწილე და რაც თავარიან ლექს რომაც მაყურებელი უნდა მოხდეს შეთანხმებული დროს შევხვდებათ მანჩო და რამოდენიმე მიცადინეობის შემდეგ უკვე ეთერში ვართ დავიწყო მანჩო რომელი მოუყვე მე მაგარი ბიჭი ვარ მასე ერთი თავიდან მეო იმერება კამერა ჩართულია. უკვე ეთერში ვართ.